საღამომშვიდობისა მეგობრებო. ვიცი ახლა ბევრს დაინტერესებს, ბევრსაც სულ ფეხებზე კიდია. მე ვიყავი მიშას სასამართლოზე. მე მინდა მიშას ნალაპარაკები გადმოგცეთ, რადგან მან გთხოვა, რომ გაგვეზიარებინა მისი ლაივი და ყველა მინდა რომ გაიგოს თუ რა ილაპარაკა მიშამ საქართველოს შესახებ. იგი ძალიან გულნაკლულია, რომ მედია საერთოდ გააქრო არენიდან მიშას გამოსვლები სასამართლოზე, საერთოდ აღარ ახსენებენ. მან თქვა, რომ მე შევქენი საქართველო, მე ვარ აღმაშენებელი საქართველოსი და ისევე გული მტკივა, რომ საქართველო ასე უადგილოდ იშლება და სახელმწიფო აღარ ერქმევაო. დიახ, ამტყუნებს ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს, სოლიდარობას უცხადებს ყველა პატიმრებს, განსაკუთრებით იმ ზიას მოუწოდებს. მე გამოვიარე ეგ შიმშილობა 50 დღე და გაიმეორებ ჩემს მდგომარეობას, ჯანმრთელობას, გაუფრთხილდიო, ასე შემოუთვალა მიშამ. მინდა გითხრათ, რომ ილაპარაკა კიდევ იმაზე, თუ რა გველოდება ჩვენ. ჩვენ გველოდება ხალხო პუტინის აუცილებელი ოკუპირება მთლიანად ლანგარზე გადაცემული ივანიშვილის მიერ. თუ უკრაინაში შეწყდება ომი, იგი ნამდვილად ეცდება საქართველოს მთლიან ოკუპირებას. ასე გადმოსცა ბატონმა მიშამ, ძალიან კარგად ილაპარაკა, მე კმაყოფილი ვარ და ვაგლახ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები მიშას არ უსმენენ, მას არ იმეორებენ, ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, მიშა მსოფლიოში ცნობილი რეფორმატორია და მთელი მსოფლიო იცნობს მას როგორც კარგ პოლიტიკოსად, ეს მიშამაც აღიარა, მაინც ჩვენ მასთან შიშის გრძნობით მიშაფობია გვაქვს გულში ჩადებული, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელიც მიშა ფიქრობდა და უნდა ამ ახალგაზრდების გაზდა, როგორც თვითონ იყო ლაღიეთ, მართლმცოდნეს, დამოუკიდებელი, განვითარებული, ასე უნდა და სულ ყველას ნიჭიერი სტუდენტები განვითარება მასთან